მინდა პირველი გამოხატოთ თქვენი მოსაზრება თუ არავის არ გაქვთ პირველი სარკველი ასე ვთქვათ ყველაზე უფრო სასურველად ვიაგებ ბატონი ამბროსმა მითხრას რა აზრები გაუგია მას ამ მართლებით სწორი და არასწორი ხომ ისეთ ადგილას ვზივა ну კარგი რა ხომ დავიწყება რომ მასაც ვეთქვი როგორც ბატონო მან უთქვა დავინტერესდი საკმაოდ და მის ერთი გვერდი იყო რეზონანსში მოვაგროვე მასალები ვინ რას ფიქრობს ამ მიწის გაყიდვაზე ურთიერთსაპირისპირო განრიცხავი შეხედულებები იყო მე ჩემსაც მოგახსენებთ მე პირადად კატეგორიულ წინააღმდეგი ვარ უცხოელებზე მიწის გაყიდვას მით უმეტეს თუ ეს მასობრივ ხასიათს მიიღებს იმიტომ რომ აპატიებთ და 100 წლის წინ $100 ყიდულობდა 1 ჰექტარს ეხლა 1 ჰექტარს $1000 იყიდის რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება მილიონიც იყიდოს, მაგრამ ისე უფასურდება და საერთოდაც მიწის ფასი არაფერი არ არის. და მით უმეტეს ეს თუ დემოგრაფიულად კიდევ უფრო გამწვავებთ ქვეყანაში მდგომარეობას, მაშინ საერთოდ ორივე ხელი წინააღმდეგი ვარ. ეს შესავლისთვის ჩემი. რამე ხო არა? გამოვხატე. ამ შეხედულებასთან, ამ პოზიციასთან რამე კითხვები ხო არა? პრობლემა რაში მდგომარეობს? აი, უცხოელები არა შეგვამბობ რა. უცხოელები არა. დაუშვებლად მიგაჩნია. პრობლემა რა არის? კარჩილად მომაცია. პრობლემა ის არის, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა ისე არის წინია საქართველოში. და მინდა რომ კიდევ უფრო აჭრელდეს და კიდევ უფრო გართულდეს და ამძიმდეს. რატო უნდა გართულდეს? აი ჩვენ რომ ჩვენი ნამე რომ გავხდით. ხო. ეს უცხოელებმა რო ეკეთოს პრობლემა. მე მაგასაც შენ რო ბინას ყიდი თქვა, აგრა გეცხინებოდა რაღაც უცხოელებმა მოხილიყო პირველი? ერთი შედარება მოიკოჭილებს ესეც შედარება მოიკოჭილებს და იტყვისმე ეწინებოდა თუ არა, რომ შემთხვევით აღმოჩენილიყო ყიდველი. სახლის? სახლის თუ არა, რაღაცისა, შენი მანქანის, არა, ნუ სხვადასხვა ისინია, მანქანა და მიწა. არა, ნუ, ჯო, ეკუთები, სხვადასხვა რო აყო არა, კითხვას გისვა, თუ არ გეწინები? მანქანის არა. არა. ინის პირველად რო აღმოჩენილიყო ვიღაცა სხვა ან სახლის? არა. ცოტათი მეწინებოდა იმდენად არა. აი, მიწა ძალიან მეწინებოდა. პუტია მომასაგეცინო. არა, მეწინებოდა, მაგრამ ჯიბრიკი არა მაგა. კითხა ესმის, ხო, ბუგა, კითხა რატო? რა მოტივის გეკითხება, რატო მიწაზე, რატო გაქვს ეს გართულება? იმიტომ რომ რა თქმა უნდა მოგასკითხო, დაეპატრონება უცხოდა მთელი უცხოელებმა ხო მიწას იცავდნენ, სხვას კი არა. ისა კიდე ჯანდაბას, მაგრამ ინები რო წაგვართოს ამ უცხოელებმა რა შეგვიძლია? არც ეს არის კარგი ხო? არ არის, მაგრამ გართულმა უცხოელებმა გამრავლდეს. მეორე საკითხიც არის, შეიძლება სახლი იყიდოს მიწიანად, ხო? არა, თავისთავად სახლი მიწიანაა კიდე გაიყრეს უკვე. არა, ეს ერთი რომ მიწები იყიდოს და სამართლებს და მეორე შეიძლება სახლი იყიდოს მიწიანად, ესეც შეიძლება. ბატონო, შეიძლება მეც დავუსვი. ბატონო ამბროსი, თქვენ დიდი ხანი გიცნო. ახლა თქვენ პასუხების გაცემა იკისრეთ. მაშინ მეც დაგისვათ მაგის კითხვას. ეგეთ კითხვას რომ თქვენი აზრით რატომ ყიდულობენ ის უცხოელები მიწას საქართველოში? რატომ ყიდულობენ, რომ აწარმოონ რაღაცა და დასახლდნენ ოჯახში ბევრგან არის და რაღა მაგალითად სხვაგანაც იაკუტიაში რატომ და ახლა ისეთ პირობები იაკუტიაში როგორც საქართველოში იაკუტიაში ამან არის მიწა ინდოს მოიყვა იაფია და მაგით მომავალ ხარ ასე რა იაფია კარგი პირობებია და იაფია ხო თქვენ ეკონომისტი ხართ რა პროფესიისა ეკონომისტი ახლა და იაფია ხო ყოველთვის ეს არის რაღაც შეგრძნებითი რაღაცა იაფია რაღაცასთან შედარებით ვირია რაღაცასთან შედარებით ერთი ყველაზე ცნობილი კანონი ეკონომიკაში რაც არის ის რომ თუ რაიმეზე მოთხოვნა იზრდება ფასიც იზრდება თუ რაიმეზე მოთხოვნა მცირდება მასზე მცირდება ფასი ხო ესეა ხო ის მრუდები რა თქმა უნდა მე პირადად მგონია მრუდები არის ახაზები და ფორმულები არის დამატებითი მე ასე ხარისხოვანი არგუმენტები და
სიტყვებით უფრო ადვილად გამოხატავ. თუ რაიმეზე მოთხოვნა გაიზრდება, ფასი ეგრევე გაიზრდება. ანუ ბატონი ამბროსის წუხილი რომ იმ მიწას იგულობენ თქვენ როგორც უპასუხეთ იაფია შეიძლება სადღაც გაჩენდეს, ხო? ანუ სიაფე სადღაც დამთავრდეს. კი ბატონო. რაღაც მომენტში სიაფე უნდა დამთავრდეს, ხო? ეს მომენტი თქვენი აზრით მალე მოვა თუ გვიან მოვა? აუ, ანუ გააჩნია აქ ცოტა ისეთი საკითხია ჩვენთან მიწებთან მიმართებაში, ანუ აქ ჩვენ გვაქვს მიწოდება ცალკე ჭარბი. აი ხა მე არ ვიცი ანუ აქ საქმის გუშია თუ არა თვითონ აუდიტორია, ანუ რა ხდება ჩვენთან. ანუ ჩვენ გვაქვს არაფერი არ იცის აუდიტორია. კი ბატონო, ანუ აქ ცოტა სხვანაირი სიტუაცია, არა თქვა როგორც განსხვავებით ევროპისგან. აქ გვაქვს მიწის მიწოდება ცალკე ჭარბი სახელმწიფოს მხრიდან. აი ის რომ მოიწურება თქვა და ბაზარი რომ გახდება თქვა მიწა გახდება კერძო, ანუ სახნავი მიწა რომ აღარ ექნება უკვე თქვა სახელმწიფოს და არ ვიცი ხა იგი რაღაც კიდე სხვას და გახდება კერძო, ამის მერე რა თქმა უნდა გაიზრდება ამ ფასი. ეგ არის ჩვეულებრივი ხო. პრინციპში მოდი ზუსტად იმას მოგულისხმობ. ჭარბი მიწოდება არის მანამდე სანამ არსებობს რაღაც ჭარბი და მის მერე ჩერდება ჭარბი მიწოდება და თუ მე დეფიციტი შეიქმნება ეს ნიშნავს რომ რა ინფორმულიდან გამომდინარე მე თქვენ კი არ ცდით უბრალოდ მე რო არ ვილაპარო ყველაფერზე იგი ვთქვით რომ თქვენს თქვა იმის შემდეგ ფასებმა უნდა დაიწყოს მომატება კი ბატონო ეგრე არის რა თქმა უნდა თუ ფასები არ მატულობს იმის ბრალია რომ მიწოდება არის შეუზღუდავი რამდენი წინა მიდი აიღე არსებობს კიდევ სხვა ფაქტორები ჩემი აზრით რაც განაპირობებს ამას რომ ასე დაწვრილმანებულ მიწებზე მოთხოვნა არ არის და მიწაზე მოთხოვნა მაგალითად აი ამ მომენტში ვერ დაგეთანხმებით ანუ აქამდე კი ბატონო აი დატოვა უნდა იყოს ასე თქვა რა შეიძლება მიზეზი იყოს ამის თუ იყიდება თქვა ანუ მიწა თქვა დაწვრილმანებულ მაგათ გაერთიანებას რა უშლის ანუ რა შეიძლება მიზეზი იყოს ანუ ეს პრაქტიკული საკითხი არის ალბათ ესა ხო დაწვრილმანებული რო არის ვერ ახერხებ რომ გაერთიანო და ერთად გამოიყენო რაღაცას უფრო პრაქტიკული რაღაცებია და მაგის გარდა ამ დაწვრილმანებას ჯერჯერობით ვერ ერები, იმიტომ რომ იქ ხალხი ცხოვრობს და იმათ ხო არ გამოყრინე მიწა იმას უილაგია ურავი რაღაცას ხელოვდება და იქ ცხოვრობს რა. ნუ ყარი სადაც არ ცხოვრობს ესეთი ხო, ცხადია გასაგები. საუბრობთ სასოფლო სამეურნეო მიწებზე თუ ზოგადად ყველა საკითხი რახან საუბარი ანუ რაღაც თემასთან რა გავიგია და ეს დაიწყო რაღაც პატარა მომაცემებსაც ვიტყვი იმასთან დაკავშირებით რომ ჯერ და უამრავ სამეცნიერო თუ ესე კულტურულ საუბრებში აქამდე იმასაც მოუხედავად ესეც საზოგადოებას სადაც ამტკიცებდნენ რომ სახელმწიფო საკუთრებაში არ არის რა მიწა დარჩენილი და არც ის ან არც ისე ბევრია და ეს 96 წლებში ყველაფერი გაიცადა ფოტოშოპის მათ შორის მეცნიერების მხრიდანაც ბევრისგან გადაიქცა მაგრამ რეალური მონაცემები ახლა გამოთხოვილი მონაცემებით 2012 წლის თუნდაც სოფლის მეურნეობის სამინისტროდან 350,000 ჰექტარი და მე ვფიქრობ ამაზე უფრო მეტი ეს არის მრავალწლიანი ნარგავი და სახნავი მიწა ხოლო რაც შეეხება სათიბს და საძოვრებს ეს არის სადღაც 1,400,000 ჰექტარზე მეტი ანუ ეს არის ჯერ კიდევ ესე ვთქვათ სახნავი რამდენი 350,000 ჰექტარი მრავალწლიანი ნარგავი მინიმუმ ეს არის ოფიციალური მონაცემები რომელსაც ცოტა დასუსტება კიდევ თვითონ ოპერატიულ ინფორმაციებზეა დამყარებული რომელიც მოაწოდეს ამ გამგებლებას კარგად რო ჟღერდეს 3 მილიარდი კვადრატული მეტრი კი ბატონო ხო კიდე მეტი არსებობს უფრო ზუსტად რომელიც ჯერჯერობით უკვე გასვისებულსა და ჯერ კიდე გაუსვისებულს შორის როგორი თანაფარდობაა სახნავთან მიმართებაში 40 სათიბზე და საძოვრებზე აბსოლუტურად 10 არის მარტო კერძოში ისიც ესე დამგვალებულად 90 არის ესე ვთქვათ სახელმწიფო საკუთრებაში არა მაგის გარდა არსებობს თემთიანი ეს უკვე სხვაიც კი არავის არ აინტერესებს ჯერჯერობით მაგრამ მე მქონდა შემთხვევა ჩვენ ყავდა ერთი ავსტრალიელი მეგობარი რომელიც კაცი იყო და ქართულ ბიზნესთან ინტერესებული იყო და შესაძლოა ვატარებდი სადაც თებისკენ ის ამბობდა ეს თავი ისე გუთნის ის თავი ისე გუთნის და როცა მეუბნებოდი რომ სახელმწიფოსია გაკვირვებული მეგობრებია რომ ეს როგორი წარმოუდგენელია მაგალითად ავსტრიაში რომელიც ჩვენთან შედარებით ძალიან სოციალისტური ქვეყანაა კერძო ქუჩები არსებობს და კერძო ეხლა რამინდა მე თქვა ესე ხანდახან უნდა ჩავერო აი ამბროსი
თქვა, მოჭრა გაათავა, პოზიცია არის, რომ არ უნდა გასცდეს უცხოეთს, ხო? და მიაჩნია ეს რაღაც ისე იგი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც უშველის გადარჩენ ძალიან პოპულარული ფრაზით რო ვთქვათ, ჩვენი გლეხობა მიზების გარეშე, როგორც ხშირად პოლიტიკურ თქვენი პოზიცია არის და ალბათ ათესის და ეს როგორ ვატყობ, რომ არაფერი პრობლემა არ არის ამ კუთხით, უფრო სხვა კუთხითაა პრობლემა, იმიტომ რომ ამბობს ის კაცი, აღიარებით შეიძლება მოგცა ცენტრალური ტელევიზიით ინდუელმა სინქმა, რომელზეც ტელეკალაკი ქვეყანა ლაპარაკდა, პირდაპირ თქვა ტელევიზიით, რომ მე ჩემთან იქ 1 ჰექტარი გავყიდი, აქ 100 ვიყიდებ. ანუ დაინახა რაღაც ძალიან იაფად აქ. კი, ფარდობითია შეფასება, იაფი ძვირი, რას ნიშნავს ეს ნამდვილად არა, ესე მარტივი თემა, მაგრამ რაღაც ანალოგიები, მსგავსებები არსებობს საკუთრების შორის და იმან დაინახა, რომ აქ რაღაც განსაკუთრებული სიიაფი. ზღვარს გადასული სიიაფი და დაახლოებით როგორ წარმოვიდგენია იცით, რომ ნებისმიერი საკუთრი. აი თუნდაც აგერ რაღაც ამსვარი, ჭადრაკის დაფა, ბრილიანტი, მანქან, რაღაც თუკი რომელიმე ქვეყანაში რაღაც 100-ჯერ იაფია, ვიდრე რაღაც მსგავსი რაღაცები ნებისმიერ სხვაგან. ხო, ისიც თქვი ჩამოსვლა ტელევიზიო ვერავით არის, კანონმდებლობა და ვერავით არის. ამბები ამას ვერ უშვებს. უბრალოდ გააჩენს რაღაც კორუფციული ხაზებს, გზებს, რაღაცებს და მაინც ეტაცებენ, ასე. ემო აქ ერთა და აფკარატიანი ბრილიანტი ყიდო ათმანეთად. რაც არ უნდა დააკანონმდებლოს, ზარულია ისე ყიდვა. ვეთიცალი აღარ დარჩება ალბათ, ხო? ტები თქო რა ის თქვა. ანუ იმ გზით საერთოდ ძალისმიერი რაღაც მონდომებებით ეკონომიკაში. სწორი მიზანიც რო კონდეს ვერ მიაღწია. პოზიტივაში ძელვადიან პერსპექტივაში. ძალიან მოკლე რაღაც პატარა ეფექტი შეიძლება შეექმნა, რომ იმ უახლოეს არჩევნებზე პლაკატზე გამოგადგეს. მაგრამ მე ვარ ეს იქნება შეიძლება. ანუ თუ ამბობთ, რომ ეხლა კი ბატონო უცხოელები, ისაღებია უცხოელები, მაშინ ისიც თქვა, მოჭრით, რა გზით გვეჩვენება. თუ ასე მუქტია ჩვენი მისაღებო და ახლა დაიტაცებენ, ან რა შეუშლის, ხელს თუ გონია რომ შეუშლის და ასე შემდეგ რა, ესე იგი რაღაც ამ კუთხითაც არა ზოგადი მიმოხილვითი ლაპარაკები გავაგზავნოთ, არამედ თქვა. მე მიმაჩნია საუკეთესო გზა ეგ. იმან თქვა, არ გავყიდო. თუ ფასი დადგინდება ამ შემთხვევაში, თუ აღარც როგორ მიგვაჩნია შეაძლებლად რომ ფასი ისიც ესეც მოგვარდეს. ბატონო ამბოსი მეთოდოლოგიები ხო არსებობს? ამ შემთხვევაში არის აბსოლუტურად სწორი. ანუ პირველ ეტაპზე ხო, ჯერ როდესაც ქვეყანას თვითონ მიწები თავისი მოსახლეობისთვის არა გადაცემული, ანუ განკერძოებაც კი ვერ მოახერხა, ხო? ამ შემთხვევაში არის ამის მორალური თქმის უფლება, რომ არ მიცეთ უცხოელებს. აქვს ამის თქმის უფლება, კერძო, ასე ვთქვათ, თვირებს. ანუ კაპიკად არ გავცეთ ის, რაც სანამ კერძო საკუთრებად არ არის ფორმირებული, არ არის ალბათ მიზანშეწონილი, რომ პირდაპირ ესე ვთქვათ, ძალიან იაფად მივცეთ. არა, არის ესეთი მოსაზრებაც. ჩამოაყალიბოს კერძო საკუთრება და მე გამოხატული მოსაზრებებიც არსებობს და სადღაც გამოშჭიოდა ეს ბატონგია საუბარშიც, რომ თუ კი უცხოელებს დაუშვებ, ისინი მეც გადაიხდიან, კიდე დაუშვებ, კიდე მეც და ბოლო აიწევა ეს ფასი და აღარ იქნება პრობლემა. ანუ რაღაც ეტაპზე კი ბატონო რაღაცას დაიტაცებენ. მაგრამ მალე გააწონასწორებენ ფასს და ყველაფერი კარგად. კი ბატონო, მაგრამ ხლა ეს ხედვა მისაღებია? დიახ. არა ეს უფრო მალე იქნება თუ ის თქვენ ან ეს მალე არის ძალიან ეს უფრო მალე იქნება თუ ის რომ თავრობამ გაყიდოს ყველა გიზა და რასთან მალე შედარებით ორი მოვლენა შეიძლება მოხდეს. ერთი რომ უცხოელებმა კიდევ გაზარდონ მოთხოვნა ფასმა სტონასობრობას მიაღწიოს, რომ იმაზე მეც ვეღაწავა. და მეორე რომ თავრობამ
პრივატიზაციაში გაუშვეს თელი მიწები და მე დავინახავთ რომ ფასები ანუ პრივატიზაცია რომელი უფრო მალე მოქალაქეებზე ქართველებს. ქართველებზე აბა პრივატიზება არ აქვს სახელი ჩემი იმას ქვია რომ სახელმწიფო საკუთრება გადადის კერძოს ხელში. ნებისმიერი სხვა სახელის დარქმევა ეს კერძო უცხოელია თუ ქართველია? კერძო ნებისმიერი კერძო. მოკლედ ისე იგი არ მინდა პარჩილო, ისე იგი თუ კი ვინმე შეგვიძლია წარმოვიდგენია რომ რაღაცა გზა კონკრეტული ამ გზით უკეთესი იქნება ვიდრე აგრძალვა უცხოელებს კატეგორია აგრძალვა მიწის აღებების ფიქრის ამის გარდა სხვა გზა თუ წარმოვიდგენია რასაც ვლაპარაკობთ ანუ თუ შეიძლება მაგ ერთი რაღაც ანუ აქ აუდიტორიაში ყველა თანხმდება თუ არა იმაზე რომ სახელმწიფოს არაფერში არ ჭირდება სახალხო მიწა. აი ეს არის საინტერესო. თუ ამაზეც ვერ თანხმდებით, ხო? თანხმდებით თუ არა? მაგაში თანხმდებით თუ სახნავიც და ყველა მიწა. ხო, არა, იქ შეიძლება რაღაცა ნაკვეთი იყოს, რომელიც თქვა რაღაცა რაკეტა დგას იმაზე, რომელიც საჭიროა რომ იდგეს იქ და რაღაცა მიწა აიყოფოს სახელმწიფოს, თქვა. ან დაუშვათ ნაციონალური პარკის სიტყვაზე, როგორც შტატებშია სიტყვაზე. იქაც მთელი რეგიონი კერძო სექტორი ჩართულია მის დაცვაში და ნუ თული პროცესია. მაგრამ სახალხო მიწა ეხლა ნუ სახელმწიფო სამართლოა უკვე და ამაზე დავა. მე მგონი სასოფლო სამეურნეო მიწიდან უდიდესი კატეგორია, მეც ესე ვფიქრობ, რომ არანაირად არ შეიძლება სახელმწიფოს ხელში იყოს, თუნდაც ეფექტიანობის თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით სამიმართლეა მიზანსაც ეფექტიანობის თვალსაზრისით ალბათ ყველა თანხმდებით, რომ არაეფექტურია ეს სახელმწიფო მართოს. უფრო ჩაერთეთ რა ამ საუბრებში. შეიძლება. ანუ აქ პრობლემას რაში ხედავთ? ფასში ხედავთ, თუ მე უფრო რაც ფობიური ისინი შავშევენ შევა, აი უცხოელებზე გასწრება არ ეგ არ მგონია ხა თქვენ ფაზზე იყოს დიდი აქცენტი, რა ია მოდით ვირათ მივყიდოთ, ანუ ამაზე თანახმა იქნებით, რომ ვირათ მივყიდოთ იგივე ინდოელს და მეორე კითხვა არის უცხოელი იაფად რო მიდო. ხო, მაგაზე არის უცხოელზე არის თუ ფაზზეა პრობლემა, ეს მე უფრო მგონია რომ ფაზზე მე პირადად იაფზე მაქვს პრობლემა. რაზე? იაფად რო იყიდე. ანუ ვირათ მივყიდე. ანუ ის ინდოელი თავის იგივე ფასი რო ღირდეს ამ შენ ქვეყანაში ის მიწა რაც თავის ქვეყანაშია, ხო აღარ ჩამოვა და აღარ იყიდის. ძვირად იქნება. იმის ხო არ გაყიდის თავის ქვეყანაში და იგივე 1 ჰექტარს აქ აღარ იყიდის, იმიტომ მაგით ის რა მოინტერესებს? მიწების რა წარმოადგენს, რომ ფული შემოვიდეს თუ ვიღაცა თავის მიწაზე დაერჩეს? ეს კითხვა, შეგან ერთად თავარი კითხვა, აი რომ საერთოდ თავდები თუ არა ინტერესს წარმოადგენს კერძო საკუთრება გახდეს და მე კერძო საკუთრება ვისაც კიდე თავარი ჩვენთვის არის ფულის თავარი არის ის რომ რაღაცა მიიღო და არა ის რომ რაღაცა მე 1 ჰექტარიდან ამას სხვა არა თქო და მაგრამ თავარი მოდი ჩავთვალოთ გავერკვეთ რაღაცაში ხო საწყის წერტილებში პირველ რიგში გავერკვეთ და როგორც ჩანს ამ ოთახში არავინ არა ამის წინააღმდეგი რომ ყველას მიაჩნია სწორად რომ მიწა უნდა იყოს აუცილებლად კერძო. კარგი. თუ ამის მიმეს საწინააღმდეგო ხედვა აქვს, მე მგონი არ არის, ხო? ეხლა მეორე კითხვა. ხო. კონსტიტუციის მე ესე მახსოვს ყოველ შემთხვევაში, რომ ყველა საკუთრება არის თანასწორი, რა ეს კერძო იქნება თუ არა. უბრალოდ თანასწორი უნდა იყოს რა. უბრალოდ არა თქვა მიწა რომელიც თქვა არ ჭირდება სახელმწიფოს და სახნავად არ უნდა ჭირდებოდეს მისი ფუნქცია არ არის სახელმწიფოს ფუნქცია არ არის აქ მიზანშეწონილი არ არის რომ ის იყოს მის საკუთრებაში და არა ანუ თავდებით რომ კერძო უნდა იყოს ესე იგი სამართლებრივ საკითხს მარტო სამართლებრივია სამართლებრივად შესაძლებელია ყველაფერი იყოს თუ მის ინტერესებში შედის ეფექტიანობის ეს არ არის მისი ფუნქცია და ამიტომ უნდა იყოს სხვა საკუთრებაში ეს კერძო იქნება თუ ვთქვათ საზოგადო თუ ესე ვთქვათ ეხლა თუ შეიძლება აი ერთი ვესტები აი ამ დეტალს ცოტა უფრო შეიძლება ცოტა რთულად აღსაქმელი იყოს რასაც ვიტყვი მაგრამ სამაგიეროდ ამოწურო მინდა ეს საკითხი ანუ მინდა ეკონომიკური შინაარსით რატო უნდა იყოს კერძო ეგეთი აქტივები აი ჩვენ უკვე კაპიტალიზმი ავარჩიეთ ხო ცხოვრების წესად უკვე კაპიტალია ძირითადი მარეგულირებელი ფინანსური ნაკადების და ასე შემდეგ და შესაბამისად თუ სახელმწიფოსია მიწა ან და რაღაცა საზოგადოებრივი თუნდაც საკუთრების ოღონდ რაღაც ისეთი პირობებით რომელიც ბაზარზე ვერ გამოდის სახელმწიფოს თუ არის ხო ვერ გაყიდის ის ხო ვერ დააგირებს ის ხო იმის ქვეშ ვერ მოიზიდავს საინვესტიციო რესურსს და შედეგი რა იქნება ხელში ისე იგი მისის პატრონი ხო ისე იგი
ელემენტარულად უსუსურია, რომ რაღაცა წინასწარი საცრები მოიზიდოს და მიხედოს საქმეს. ასევე უსუსურია ის ადამიანი, ვისაც მიწა თუნდაც კერძო საკუთრებაშია, მაგრამ ის თუ კაპიკებელს, ის თითქმის ისევეა გათიშული ეკონომიკური ცხოვრებიდან ქვეყნის, როგორც სახელმწიფო მიწა. როგორც სახელმწიფო მიზნა ვერ მოიზიდავს, ვერ აზრზით ინვესტიციას მისი უზრუნველყოფის და მისი გარანტიების ქვეშ. ისევე ვერ მოიზიდავს. ისევე ვერ მოიზიდავს ის ორთეთრიანი მიწა საჭირო ინვესტიციებს იმ საქმის გასაგებად, ანუ რა მინდა. ესე იგი თქვა, აი ძირითადი პრობლემა მარტო მიწა და მარტო რაღაცა კი არა. ძირითადი პრობლემა ქვეყნის ყველა ყოველდღე ამას უყურებ და კიდევ ვერ გავითავისეთ, რომ არის რა. საქართველოში თუ ვინმე რამეს საერთოდ აკეთებს, რაცა უნდა ცუდად იცოდე რეალურ ეკონომიკას ადამიანი. სულიად ნათელია რომ აკეთებს, რაღაც საშინლად უსახსროთ. თუ საქმე ჭირდება რაღაც გაკეთება 100,000, მაქსიმუმ 30-40 თუნდა რომ ეს საქმე როგორმე მოაბას თავი და გააკეთოს. პლუს ამას მილიონი პირადი პრობლემები აქვს კისერზე დადებული. არა თუ ისას ეს საბინაო უნდა გამიჯობესოს, მანქანა უკეთესი უნდა, ეს უნდა პრობლემა. გიჟად ჩამთელობის პრობლემები რაღაცეები. პლუს საქმისთვის საჭირო ფული ძალიან ცოტა იმასთან შედარებით. ანუ ისე ზღვარზე დადის სამართლებლის პირზე, რომ პატარა ფეხი თუ გადაუბრუნდა, ვიღაცამ პატარა გვერდიდან შეუყება რაღაც კონკურენციის ბაზარზე, დამთავრებულია ეს, გაკოტრებულია საშვილიშვილი. და ასეთ ფონზე შეუძლებელია რამე წარმატების მიღწევა, ხო? და ამ დროს გიგანტი კაპიტალი. აი ციფრებში რატო ვთქვი 3 მილიარდი კვადრატული თუნდა და მთლიანად 10 მილიარდი კვადრატული საფნავი მიწა. აბა ნახეთ თანხაში ერთი რა შეიძლება მიღდეს. თემსოფლიოში 20-30 ევრო, 80 ევრო კვადრატული მეტრი ჩვენისთანა კი არა, ბიჭურის რომ უყავს ვაშლი და ისეთი მიწები. გაგოცვილებოდა ჩვენთან, აი შეხედეთ ციფრებს, თითო კვადრატული $5 რო მივდეს და $3 და არა 10 კაპიტალი, 10 ტეტრი. ვიზიდოს თითო $, ხო მინიმუმ ინვესტიციას როგორ იცი? ბანკები ერთმანეთს გადაახტენიან გზაში, რომ უფრო მოასწრო შენთან და გიტკიცო, რომ სხვა მიზია მოაიღეს ვისეს ჩვენგან აიღე წელვადიანი, დაბალპროცენტიანი უკეთესი ჰაი, უი რომ წაართვა სხვას ეს გარანტირებული უზრუნველყოფა, ხო? თუ ჩვენ ბაზარზე რამდენი. და ეს ყველაფერი ეს გიგანტური კაპიტალი გათიშული ეკონომიკური ცხოვრებიდან. ეს გათიშული დღეს არა, უშინ არ ყოფილა. ეს გაითიშა თუ ვინმე წაიკითხეთ ამ ბოლოს დავდე ერთი უბრალოდ მივხვდი რომ იქედან უნდა დაიწყო ადამიანის ასე ვთქვათ გაცნობიერება ამ მინიებში, თორე ისეთი კლიშეებია უკვე ჩანერგილი ხალხში, რომ ძალიან ძნელია კიდევ ადამიანი გადაარჩინა ამ კლიშეებიდან. ანუ რა ვთქვი, რომ 100 წლის წინ რო გამოაცხადეს მიწა ემასო ეს ქარხნები ამასო ლეხებს მუშებს სინამდვილეში აბსოლუტურად საწინააღმდეგო ეს იყო რაღაც არნახული ძარცვა და სასწაული მიტაცება ასეთი მასშტაბის სვისი ქონების ალბათ ჯამში რაც კი ომები მომხდარა თემსოფლიოში და რაც კი რამე ძარცვები გაგვიგია რომ ყველაზე დიდი ძარცვა სამხატ ოკლაჰომაში გაიტაცეს და მატარებელი, ხო? და ვიღაცამ რაღაც ეს ყველა ერთად რო შეკრიბო ამათთან ბუზისტულად ვერ გამოჩნდება ამ ძარცვასთან და რა ქვია ეს ძარცვა როგორი იყო ესეთი რომ გამოაცხადეს ამას და მირიგებთო ამ ქონებას თუ სინამდვილეში ყველაფერი წაართვეს საერთოდ რამე თუ კი შეიძლება წართულება მეფეს ყველაფერი წაართვეს, ეკლესიას ყველაფერი წაართვეს, ნებისმიერ დიდარ ადამიანს აბსოლუტურად ყველაფერი წაართვეს. ერთად მოხვედეს რაც კი რამე წყალი, მიწა, აერი, ფლორა, ფაუნა, შინი ცხოველი, ფრინველი, თევზი, ყველაფერი მოხვედეს ეს ჩვენია ანუ იმ ასე ვთქვათ ხალხი ლოზუნგით რომ სახელმწიფო საკუთრებაში წაიღეს, სინამდვილეში ამ ბანდამ მიითვისა
პირად გამკარგულებაში ეს ყველაფერი პირწმინდად საცხოვრებელი ბინაც კი რომელიც ადამიანს მუდმივ ან მიწა ქონდა ხო სოფელში მუდმივ სარგებლობაში ქონდა საკუთრებაში არ იყო საკუთრება იყო სახელმწიფოს ამიტაც არ დაკმაყოფილდა მატერიალური ფასეულობები მიაყოლეს ამას ინტელექტუალური საკუთრება ხალხის კაცმა მეცნიერმა რაღაცა მოიგონა მსოფლიო ჩემპიონი გახდა ვიღაცა სიგრძეზე ვიღაცა რაღაცა დახატა უშუალებელი მიწვევები მსოფლიოს რომელიც მილიარდები ისინიც მიითვისა ეს სახელმწიფოსია და ფაქტიურად აღარ დატოვა არაფერი რომ რამეს შეიძლებოდა ისე ადამიანს ხელში ქონოდა ეს ტები ძალიან მოკლედ დავამთავრე ეს კეთვა შესაბამისად როგორ გაგრძელდა სიტუაცია ძალიან მარტივად რო ახსნათ წარმოვიდგინოთ რომ მთელი ეს ყველაფერი ქონება რაც ჩამოთვალე თქვათ რაღაც პირობითაც შევაფასოთ რაღაც პირობითი 1 და 100 ტრილიონი რიგს ხო თუ გონია ვინმე ვარსკვლავები მოწყვიტა ეკონომიკაში რაღაც galaktikაში გავიდა აზროვნები შენც არ გონებდი ადგადა ამ 100 ტრილიონი მითვისებულ უპაროლიდან ვითომ სახელმწიფოს საკუთრებაში და სინამდვილეში მის განკარგულებაში ამ ბანდამ მხოლოდ 1 ტრილიონი გაიმეტა გადმოაგდო ასე რომ დაინაწილეთ ხელფასება რა თანამდებობების გინდა შექმნით როგორც გინდა ისე თანაბარ ხელფასებად ეს ყველა დაინაწილდა თუ განაწილდა და გამოვიდა პატარა ხელფასები ხო? არ ყოფნის უთხრეს არ ყოფნის როგორც ესეც მისია ხო პურის ელექტროენერგია ყველაფერი მისია რაც ავხსნით ერთი მე როგორ თუ და აყოფინეთ იაპად მიეციტო და მოათავეთ იმ 1 ტრილიონით უპაროლი 100-დან არსებობის გარანტია ყველა შეუქმნა და დავამთავრა ხო მთელი ამბავი ერთი მნიშვნელოვანი ყვა გადააყარა ახლა მეორე ყვა გამოჩნდა რომ ადამიანები ვერ ითქმენენ რომ მარტო ცხოველივით არსებობა არავის არ უნდა და ყველას უნდა ცოტა მეტი კონდეს ამა მინიმუმ მამზე აჯობოს ვასაგებოს ახლობოს დაჯობოს თუგოს გაუხეთქავს პათუკეთესი და ეხლა ეს მეტნაკლებობა როგორ გინდა ასეთ რო შეკდა ხო? არც აქ დიდი სასწაულია მოხდენია ადგა და კიდე 99 ტრილიონი ხო დარჩა 1 ტრილიონის გადმოაგდო ეს პარეთ ერთმანეთს ან მოსაპარად დაამატა თუნუაში ამა ვინც მეტი გარისკა ვინც მეტი გადაყვედა ვინცაც მეტად ის იყო ხარები თუ რაღაცა ზოგმა მეტი მოიბარა ზოგმა ნაკლები ზოგმა მეტი გარისკა ზოგმა ნაკლები და გახდა რაღაც დიფერენციაცია რომელიც ხალხმა ჩათვალა რომ მე ვარ მაგარი რა მანტარობი და უკვე ყველა დაგმოყოფილდა დავიჭია გაიხარეს ფაქტიურად ესა და კიდე 8 მილიონი არ დაეშურა ამ მსოფლიო ჩემპიონებისთვის მეცნიერებაში და ხელოვნებაში და იმეებში თუ იმას საერთოდ უკვე საპროლეტ პირობები შეუქმნა შედარებით სხვა ხალხთან თუმცა ნაკლები ვიდრე გავითარებულ დასავლეთში იგივე ადამიანს შეუქმნეს მაგრამ არც დინა დააკლო არც გაჩა არც ისა არც მანქანა არც უცხოელი მგზავრობები რაღაცები მინებები ფინანსები რაღაცები და აბსოლუტურად მოპაროლი 100 ტრილიონიდან 10 აბსოლუტურად მოაგვარა შიგნით სრული მხარდაჭერა 100%-იანი საზოგადოების დარჩენილი 90 საპრებში რო არის რომ მოპაროლს რო იმალავენ გამოგაბულებში და რამეებში კი აგერ სვიცი დაგიდვეს თა მარმარებს და კანონით დამატა კანონით ველი არავინ არ დაადოს მარტო მასაკების გაგიების განადგურების ერთი დინამიტით 1000 მამსვრებად აქცევდა და მე ერთ რაღაც როკია გუნელს მოაპირკეთებს და ეს 90 ტრილიონი რომელიც მორჩა სულ ანიაოს განადგუროს იმას ხელს ვერ დაატო იმდენად ბევრი და ეს მე მიმართა იმისკენ რომ რაღაც პროპაგანდით გამოეტაყვანებია არა მარტო შინით ხალხ უფრო გარედან არ ქონოდა შემოტევა და მხილება და ამ ფულს ახმარდა გიგანტურ ფულს რევოლუციებს რაღაცებს გადაკეთებას კონგოში ვიღაცა ეჩხუბებოდა ამ ფულს გააგზავნიდა გადაგეთებოდა სოციალისტური რევოლუცია, გაწეთდებოდა კონგო, კუბა, ეს ნენელა გააცილდა ნახევარ მსოფლიოზე მეტი. ეს ნახევარი მსოფლიოში ამ ბანდა მიითვისა აბსოლუტურად ყველაფერი მიმეორე.
აბსოლუტურად. და პლუს ამ რაც თქვი ამ გზაზე უამრავი სისხლი და სისასტიკე და უსამართლობა და ამბავი არაფერს უკან არ დაიხია. ეხლა ლაპარაკია ამის გამოსწორებას, ხო? ეს თუ ვერ დავინახეთ და ამაზე გამოსწორებაზე თუ არ წავიდა აზროვნება ადამიანის, ახლა ბატონი ამბროსის კეთილი ემოციებით არაფერი გამოვა. დარჩება ეს სახელმწიფო საკუთრებაში, ანუ მოპარული და მიზანია. დარჩება ეკონომიკური საქმიანობიდან თამაშგარე მდგომარეობაში და ვერასდროს ვერ აჯობები იმ ქვეყანას, სადაც უფრო მეტი ესეთი აქტივები თამაშში. ანუ ხედავთ, რამდენი წელია, 20 წელი გავიდა ეს რეფორმები, ვითომ ხუი, ვითომ ყველაფერი. 10 მილიარდი მარტო მიწაშია საინვესტიციო პოტენციალი ეს ჩაკლული, განადგურებული. ეს ძალიან ძელი გადახვევა გამოვიდა, მაგრამ აი ეს დეტალი ალბათ ერთ-ერთია, ხო? რომელიც გასააზრებლად დაჭირდება.